დილა მშვიდობისა, უყურებთ ქრონიკას 9 საათზე ახალ ამბებს გააგაცნობთ. უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ სიტყვებით ეხმაურება ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციას. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ თეატოლოგიანის გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე იყო უალტერნატივა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულება ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება, ასე ვთქვათ, არჩევნები გაუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატომ? იმიტომ რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ მძიმე ვითარება ევროპულ ბიუროკრატიაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეატოლოგიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დაბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმასე ბევრად მეათეხარისხოვანი ორგანო, ვიდრე თუნდაც ევროპარლამენტი. ხო, თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რამე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად ბუნებრივია რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ხედავთ მუშაობისას, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაც. განცხადებები გააკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ ქართულ მხარეს წამოუყენა, უსაფუძვლო და უსამართლოა. ცნობისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დათქმები ახალ არჩევნებს ეხება, რომელიც მათი მოთხოვნით უახლოეს თვეებში უნდა დაინიშნოს. ასევე თბილისში მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავს, თუ პროგრესი იქნება ამ დათქმებზე. მანამდე კი რეზოლუციის თანახმად საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დათქმები. ვერც ერთი მტკიცებულება, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ არჩევნების ისეთი დარღვევებით ჩატარებისა, რომელიც გამოიწვევდა დელეგიტიმაციას სამარჩევნებისა, ვერავინ ვერ მოიყვანა. იქ სადაც უსამართლოდ გექცევიან, იქ სადაც უარგუმენტოდ გაბრალებენ და თავის მართლების საშუალებასაც კი არ გაძლევენ. თუმცა სამართლებრივად თავი არ ქონდა, უბრალოდ შენ არგუმენტებს არც კი ისმენენ, იქ შეიძლება არც ღირდეს ყოფნა იმ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სიტუაცია შეიცვლება. ზოგადად ევროსაბჭო და ეს პლატფორმა არის ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს დიალოგი ქვეყნებს შორის და დებატები გარკვეულ საკითხებზე და არა ის ადგილი, სადაც თავიანთი ქვეყნის და ინტერესების დაცვის გამო ადამიანებს ჯიდნენ და ემუქრებოდნენ, ასე ვთქვათ, დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტით ან შეჩერებით. სანამ გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა იქნება საქართველო კვლავ, ის რჩება იმ ევროპული ღირებულებებისა და ევროპული გზის ერთგული, რომელზეც 2012 წლიდან მოყოლებული მყარად და ამაყად დგას.
ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილება თეატ წულუკიანმა და გივი მიქანაძემ თბილისში დაბრუნებამდე სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გამოაცხადეს. თეატ წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის უფლებამოსილება დამტკიცებულია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია მუშაობას წყვეტს. საქართველოს როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად აღნიშნა თეატ წულუკიანმა განცხადების წაკითხვისას და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა დათქმას ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. განცხადების თანახმად საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განაახლებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. პრეზიდენტი გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ წუხ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო გავიდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას, აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველოს ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. რეზოლუციაზე კენჭისყრამდე სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე დებატები შედგა. სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი თეატ წულუკიანი და გივი მიქანაძე. ქართული ოცნების მთავრობა და მისი 1,100,000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთა შორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხული. ქართული ოცნების მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესია აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელახლა არჩევის შესახებ. ახალი არჩევნების მოთხოვნა არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევა და საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის უმრავლესობის მიერ გამოხატულ ნებას. ეუთოდინის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში იწონებს საარჩევნო ადმინისტრაციას კარგად ორგანიზებული და სათანადოდ ადმინისტრირებული არჩევნებისთვის. სხვაობა გამარჯვებულ ქართულ ოცნებასა და მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას შორის 43%-ია. სასამართლოში დაკითხვის დროს მოწმეთა უმრავლესობამ ვერ წარმოადგინა არჩევნების გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება. მათი არგუმენტები მხოლოდ მესამე მხარეთა მიერ მოწოდებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს. მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველოს-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
ჩვენთვის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან და ბუნებრივია ვიზიტი, რომელიც შედგება ერევანში, ემსახურება სწორედ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, კონკრეტულად ეკონომიკურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული ვიზიტი და სხვადასხვა საკითხ შევეხებით, რომელიც უკავშირდება, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსა და სომხეთს შორის. აქაც მუდმივი ზრდა გვაქვს, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე მრავალი სხვა მიმართულებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს, ასე ვთქვათ, რესურსი, რაც დამატებით არსებობს ურთიერთობებში, მაქსიმალურად ავითვისოთ. სომხეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია ერევანში. შეხვდება სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატით და გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში იმედი ლაევი საქართველოს შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო Deep State და არაფორმალური გავლენები. გვაქვს სურვილი გადავტვირთოთ თვისებრივად ჩვენი პარტნიორობა და ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქმეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ორივე მხარემ, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა იცოდეს თუ რა ხელშესახების შედეგები მოაქვს სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ ფურცელზე გვქონდა წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც არ მოქონდა არავითარი რაიმე ხელშესახები შედეგი და ამაზე ხშირად გვისაუბრია. ჩვენ გსურს განახლება სტრატეგიული პარტნიორობის და უფრო მეტიც ამბობთ, რომ ეს პარტნიორობა უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ შედეგებთან, როგორც ერთი, ასე მეორე ქვეყნისთვის. ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი იმედით შეხვურებს ახალ ადმინისტრაციას და პირველ რიგში ეს იმედები არის დაკავშირებული ძალიან ამბიციურ განაცხადთან, რომელიც უკავშირდება Deep State-ის დამარცხებას. თუ კი რაიმე პრობლემები შეიქმნა ამ სოფლიოში, თუ დაირღვა მშვიდობა არაერთ ქვეყანაში, თუ ხდება ის, რაც ხდება უკრაინაში, განადგურდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ეს ყველაფერი არის Deep State-ის პოლიტიკის შედეგი და დონალდ ტრამპმა ამ კუთხით გააკეთა ძალიან ამბიციური განაცხადი. მან თქვა, რომ ან Deep State დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოერევა Deep State-ს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ მეორე მიმართულებას. იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს. თუ ეს ასე მოხდება, ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ დაეტყობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. დღემდე თავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ჩვენ ურთიერთობებში იყო Deep State და ეს არაფორმალური გავლენები, ომის პარტია, გლობალური ომის პარტია, თუ გლობალური ომის პარტია დამარცხდება, თუ Deep State დამარცხდება, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ვართ იმედიანად განწყობილი და გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველიც, ასე ვფიქრობ, იმედია, რომ გამართლდება ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. 6 მილიარდი დოლარის ისტორიული ინვესტიცია, როგორც გარდამტეხი ეტაპი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასე აფასებენ ოფიციალურ თბილისში შეთანხმებას, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა. MR ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის ლუქს კლასის მდიდრულ საცხოვრებელ, კომერციულ და დასასვენებელ კომპლექსებს. რამდენიმე ათეული მილიარდის აქტივების მქონე კომპანია, როგორც აღინიშნა, საქართველოში ინვესტიციას თბილისსა და გონიოში განახორციელებს. თავისი არსით ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში. ეს არის ყველაზე მსხვილი, დიდი უპირატესობით ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. აქ საუბარია დაახლოებით 5 წლიან ვადაზე, როცა თავიდან ბოლომდე ჩაიდება ინვესტიცია და დასრულდება პროექტი. აქ მოიაზრება არა მარტო საცხოვრებელი სივრცეები, არამედ საუბარია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მულტიფუნქციური იქნება თავისი არსით ეს სივრცეები. აქ იქნება სასტუმროები, აქ იქნება მოლები, ასევე აშენებული, იქნება სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი იქნება გამწვანებული სივრცე, მაგალითად თბილისის შემთხვევაში 34% იქნება გამწვანებული სივრცის არეალი მთლიან საინვესტიციო, ასე ვთქვათ,
სივრცეში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია 5 წლიან პერიოდში ნიშნავს იმას, რომ დამატებით ქვეყანას ექნება მილიარდზე მეტი რესურსი ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის სახით, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ამხელა ინვესტიცია საქართველოში პირდაპირ არ შემოსულა, რაც ახლა ხელმოწერილია და დაიწყება ამის შემოსვლა. ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის ეკონომიკის გაძლიერება. ქვეყანას, რომელსაც მხოლოდ რაღაცა იდეები აწუხებს, მაგრამ მის განვითარებას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, მას პატივს არავინ არ სცემს და არც ანგარიშს არავინ არ გაუწევს და ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ამ ეკონომიკურ ზრდას, ჩვენი სუვერენიტეტიც გამტკიცდება და რა თქმა უნდა, პატივისცემაც უფრო მეტი გვექნება საერთაშორისო ასპარეზზე. ნიკა 9-ზე ამი დაასრულა და ახალ ამბებს დაუბრუნდებით 10 საათზე ეთერს განაგზობს იმედის დილა.